მოკლედ მოგესალმებით მეგობრებო. დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. ჩვენ მივდივართ ისევ ენგურის ხეობა, ხოკოზუბანი, ჯუხა დადიანის ქოხში. ამაღამ იქ დავრჩებით და ხვალ დილიდან ვითევზავებთ. ასეა გეგმაში. დილიდან საღამომდე, ხო? და თან ვითევზავებთ და ვეცდებით ამჯერად მაინც რაღაცები დავიჭიროთ. ამჯერად მაინც. კარგით. ნახოთ რა იქნება. მოვიდით პირველ წყაროსთან. მაგრამ აქ წყალს არ ავიღებთ, რადგან მეორე წყაროა უფრო ახლოს ბანაკთან. იქაც ესეთი ცივი წყალია. ყინულივით. მინდა გაჩვენოთ ულამაზესი ბუნება და სიმწვანე. ისეთი ჰაერია, ისეთი სუფთა და სიჩუმე ჩიტების ხმა. ნახე ტყემალი. კაია? გეუბნებია. მომწევერეთ. ნაგავი არ უნდა დაყარო. აუ ნაგავი საოცარი ბუნება. ყველგან პრობლემაა ძმა ნაგავი. ზეი ჩადის და ვიწყარო. ნახე ასეთ ეგრე. ნახე წყალი. ნახე პროსტა. დია ეს უნდა დავაფიქსიროს მაო. აი ასეთ მაგარ ადგილას ვარ მეგობრებო. Staro! ეს თემაში ვართ. ლეგენდარული გემის შეკეთებაც მიმდინარეობს. ისტორიის მომსწრეები ვართ. Yes. Beka tak zgale. Generator. Electronics kimko pianto 1 1%. Generator. ესეთების სავსეა რა ძალიან ბევრი. რა ცუდი ნადავლია. დამწყებისთვის. ხედი გვაქვს პროსტა. აი მოძრა პატარა რაღაცა. Ay. Stiam baby work. Oba. Ничего. Хорошо. შეთები არის ბევრი, აი, ათევზია იქნება ვიღაცამ სახელი იცოდა. ხასაბია კომენტარებში. თევზიც ნაკლებია. მაგრამ მოვარდა. აი, ვიღაცები იტყვიან თევზს ვერ იჭერო და თუ არ ვიჭერ. ხევარი საათის განმავლობაში.
კი, არა, თევზი არის აშკარად. თოროდ ხალხიც ბევრია და ხმაურიც არა. აი ეს თემაში ვართ ახლა ჩვენ. ამოვედით ქოხში. აი იქით საპირისპირო მხარესაც ქოხია, აქ დატბორებაა. ჩვენი ბაზა იქნება აი ეს ადგილი. დღევანდელ დღეს უბრალოდ საღამოს აქ გავატარებთ. ნელ-ნელა დავეწყობით. აი ბეკა უკვე აღჭურვილობას იმზადებს, ცეცხლს დავანთებთ. დაძინებით კიდე. აი აქ შიგნით დავიძინებთ. ორი საწოლი გვაქვს. დანარჩენი ეტაპობრივად იქნება. ბეკა აი ჩვენს და ნადავლს ასუფთავებს. ბეკა შეიძლება აწირო უკეთ გამოჩნდეს. ხოლმე მოიცადე. მოიცადე გამოვაჩინე. რა ეს იყო რა საერთო ჯამში და ვესწრებით რომ ცეცხლი დავანთოთ. აი აქ. და რა ვიცი ნაწილს შევწავთ ალბათ. ხვალდილით 5 საათზე ვაპირებთ ადგომას და დანარჩენს ნახავთ მე ეტაპობრივად. თევზი არის აშკარად. აი ჩვენი ნადავლიც. მედია რამე გამოვა, იმიტომ რომ ავტომატს არა ძმაო, ავტომატს არა. ყველაფერი გამოვა. სიმშვიდეა და რაღაც არაჩვეულებრივი გარემოა. ხაზაღლი მოგვადგება დიდი ალბათობით. აი ჩვენი თევზიც შუშხება და ძალიან მალე კაი ფორმაში იქნება და შვენიერია. ხვალდილით 5 საათზე გადავწყვიტეთ. გავიღვიძოთ და ჩავიდეთ რა. ხო და ეს 5 საათი თქვენი გათენებულია მაგ პერიოდში. ხო რა და 5-ისკენ ჩავალთ და მერე ვნახავთ აბა დილით როგორი იქნება. საღამოს კარგად იყო თევზი. კი, ახლა კარგად იყო. აი ასეთი დილა გვაქვს. ეჩი ვართ. ასე გათენდა რა და ნელ-ნელა დავიწყეთ უკვე რაღაცების კეთება. გათენდა რა და დავიწყეთ რაღაცების კეთება და ეხლა დავიძრებით სათევზაოდ ქვევით ჩავალთ. აგავი მოვაწესრიგეთ, რაც გქონდა გავიტანეთ. აი ესე ვარ რა. ამინდიც არ არის ცუდი, აი ამინდია სხვათა შორის. ხაბეკასთან მივარ რა. ბეკა რა შვებია? ადიხარ უკვე? აი. ეს ამბები გვაქვს რა. ეხა დილიდანვე შეუდგა. ეს აქ ვარ, ხალხია ძალიან ბევრი და სამწუხაროდ ცუდ ადგილზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე მოვედით. თუ რამე იქნება აუცილებლად ჩვენებთ. ოპსა. Ops. Sets morigi. Შვენიერია მინდია. გემი რომლის შეკეთებაც მიმდინარეობს და სავარაუდოდ მალე გავშვებენ წყალში. დენი ხანი მორიგი.
პერიოდული წვიმაა რა და ბექამ გადაწყვიტა რომ ტენტი გაშალოს. სხვათა შორის ერთი თევზი დავიჭირეთ, გადაღება ვერ მოგვიხერხდა და აი ხა გაჩვენებთ. აი აი დაახლოებით 1 საათია საერთოდ არაფერი არა. თუ გადაწყვიტეთ იქით გადავინაცვლოთ რა, გემის მეორე მხარესაც არის. დაწმულება რა, მეორე მხარე, მეორე ნაწილი და გადაწყვეტეთ იქით წავიდეთ. და იქ სადაც ბედი რა. აქ არაფერი არა, მოყოდა საერთოდ. თან წვიმა გვაქვს. თევზიც საერთოდ არ მოდის. მაგრამ ხედი გვაქვს. შენიერი კატერი გვაქვს. აი ამ მარაჩვეულებრივი ფონი გვაქვს. ასე თავში საფარს ვაკეთებთ. წვიმისგან თავის დასაცავად. ცოტა ხან შევხედავ და თუ არაფერი იქნა მე უკვე აღარ აქვს აზრი დარჩენას და დავიძრებით. იქ არაფერი არ იყო, სადაც წავედით და ეხა ისე უკან გადავწყვიტეთ დაბრუნება, სადაც თავიდან ვიყავით. აი როგორ ტალახი გვაქვს წინ. აი აქ უნდა ვიაროთ. ბექაც აქაა და იმედია სადღაც რაღაცას წავაწყდებით და თქვენც ისე ამოვნებთ. გამოვედით უკანა გზაზე და ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა. დავიღალეთ, მაგრამ საერთოდ ჯამში კარგი იყო. აი, მოსვიოთ დავიღალეთ. აქ არის ძალიან ლამაზი ტყე. სიმშვიდე სუთაჰაერი. არ მოდიხარ დათო? აჩვენე ნადავლი? შენ გინაცვა.